დარჩენილია ერთადერთი წუთი. დაბალი პასი საჯარიმოში. დარტყმა და გავიდა გოლი თანაც როგორი ლამაზი დამაჯერებელი გამარჯვებას იზეიმებს გაგრა და ამ გოლის გატანას ახერხებს ცვლებაზე შემოსული ახალგაზრდა ფეხბურთელი ილია კაციაშვილი 18 წლის, რომელსაც კრისტალბათ ეროვნულ ლიგაში ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ პროფესიონალურ ლიგაში აქვს სულ რაღაც მეხუთე მატჩი. აქამდე მას ნათამაშები ჰქონდა საერთო ჯამში 4 მატჩი და არასრული 50 წუთი. ახლა კი 18 წლის ფორვარდმა მოახერხა აი ამ გოლის გატანა. ასხლეტაც იყო, მაგრამ შესრულება მშვენიერი გამოვიდა. სამშობლოდ. ეგეც ჩემი. არა, გასაგებია, შენ მქონდეს მე. ეგეც ჩემი კაცმა ხაჭს არა. გონიათ თლიანობაში თამაში თუ შევაფასებ ჯერ ეს მომენტი ვნახოთ ნადარეიშვილი კაიზე თავდასხმა და შეტევაში არიმა დაფიქსირებული იყო. დინამო თბილისთან დაპირისპირება თბილისში დაბანაკებული გუნდები, მოდი ესე ვიტყვი, ითამაშებენ ერთმანეთთან. ესქნება პირველი შეხვედრა გაკეთდა. კლიმოვი და არტყა საჯარიმოში გარედან არტყმა არ გამოუვიდა. გაგრას კონჩეტევას თუ ვნახავთ. ილია კაციაშვილი ბურთით. პასი ფლანგზე ზუსტია ეს პასი გოგოლაძე ამბოს დაამუშავე, გადაწყდა პედრო ანტონიოს მიერ. ოსტატობა ხო ძალიან შორს რო არამე როგორც აღარ ავხედავდა. და განაჩენს ამ შეხვედრაში 0-2. ეს ანგარიში პირველ გოლის შემთხვევაში დავით გოცირიძეს უნდა მიულოთ. გავედით ფინიშზე. 80 ცემენტი სამოიდა. რომლებიც ჩამოთვალე ალბათ მაინც არიან ზაფხულიდან მოედნიდან. აქ გოგოლაძემ ვერ მოახერხა და სახიფათო შეჯახება იყო. კიდევ ერთი ჯარიმა იქ.